goga.gg.co წარმოგიდგენთ. VTB ბანკი, დიდი უპირატესობა. რვაფეხა. ლოდი კიდევ გნებავთ? თქვენი ლოდი. სენიორ კომისარო, უნდა დაგილაპარაკოთ. ფორთოხლის წვენი. თქვენთან რაღაცის გასარკვევად გამომგზავნეს. გისმენ. ეს კომისრის თანაშემწეს ეხება. ალტეროს ის ახლა დაკარგულ საბუთებს ეძებს. ეს მისი მოვალეობაა. დიახ, მაგრამ ზედმეტად მონდომებულია. ხელს გვიშლის. ასე რომ მაჯობებს ხომ გესმით? ანუ შუადღისთვის მანქანით პალერმოში უნდა გაუშვათ. დანარჩენს ჩვენ მივხედავთ. ეგ არც იფიქროთ. შეუძლებელია გასაგებია? ამას არ დავუშვებ. მოგკლავ. ტვინს გაგასხმევინებ. მერე კი თავს მოვიკლავ, გესმის? თავს მოვიკლავ. ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერი დასრულდება. თავს მოვიკლავ. ამაზე არ გიფიქრიათ? თავს მოვიკლავ. წადი და გადაეცი რომ თავს მოვიკლავ. უთხარი რომ თავს მოვიკლავ. წადი აქედან. წადი. ახლავე მოშორდი და მეორედ აღარ დაგინახო. წადი აქედან. საღამომშვიდობისა კომისარო. დამშვიდდით, ჩვენ ვართ. უკაცრავად გაუფრთხილებლად რომ მოვედით. გოგონას პერანგების საცვლები და გაბები უნდა წავუღოთ. ასე რატომ გვიყურებთ კომისარო? ისეთი რა გითხარით? თქვენი აზრით არ სჭირდება? ცუდი განზრახვით არ მოვსულვართ კომისარო. მასზე ვზრუნავთ. კარგი იქნება თუ დაგვიჯერებთ და იმას გააკეთებთ, რასაც ჩვენ გეტყვით. თქვენ გამოთით აღარ გავანძრავ. კომისარო, რატომ ჯიუტობთ? იარაღი დაუშვით. ერთმანეთის მტრობა რას გვარგებს? სიტუაციას ზედმეტად ნუღარ გაართულებთ. ცხოვრება მშვენიერია კომისარო. ეს თქვენც კარგად იცით. მაგრამ როგორც ჩანს გაღიზიანებული ხართ. კარგი, მოდით ასე მოვიქცეთ. ჩვენ კომისრის თანაშემწეს თავს დავანებებთ. იმასაც დავივიწყებთ, რომ ტიტიპეში შალოე ამ დღეებში პოლიციელებთან ერთად სადღაც წავიდა. სად წავიდა? თქვენთან ხომ არა? არა უშავს. ვაპატიებთ.
Perdonare. მაგრამ შეთანხმება. I batte che იმ სენიორას აღარ უნდა შეხვდეთ. lei quella signorina. No. რაც შეეხება იარაღს, E poi le ვიცი რომ თავის მოგლას აპირებთ. Lei ისიც ვიცი რომ სიკვდილის არ გეშინიათ კომისარო. ყოჩაღ, tutto. მაგრამ დამიჯერეთ, დარწმუნებული ხართ რომ თავს თუ მოიკლავთ თქვენს გოგონას გადაარჩენთ. Io questo glielo dico prima. მოკლედ იმედია სისულელეს არ ჩაიდენთ კომისარო. კომისარო, Lei sa che ალბათ ბედით უკმაყოფილო ხართ. Manuela dice ჩვენ კი გვგონია რომ გაგიმართლათ. perché questa sera კარგი ამბის სათქმელად მოვედით. hanno detto. არ გაინტერესებთ ნახოთ თქვენი გოგონა როგორაა. წასაყვანად მოხვედი? წამიყვანე, გთხოვ, წამიყვანე. დამშვიდდე. გემოდარები დამშვიდდე, პაულა. დამშვიდდე, კარგი. დამშვიდდე. ჩაკეტილი ვარ. მეშინია. ოთახიდან არ მიშვებენ. მამა, უნდა წამიყვანო. მალე წაგიყვანო. მომისმინე. წამიყვან. მომისმინე საყვარელო. ახლა ძლიერი უნდა იყო. დედაზე იფიქრე, ჩემზე იფიქრე, გთხოვ. ცოტაც მოითმინე, პაულა. ცოტაც მოითმინე, გთხოვ. ცოტაც, პაულა. კომისარო, დრო გამოიწორა. არა. არა. მამა. მამა. ხელი გამიშვით. კომისარო. მამა. 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 არ მოbrundet კომისარო, ასე ჯობია. კომისარო, ალბათ ფიქრობთ, რომ კანონს ვარღვევ და დროს ვაჭიანურებ. მაგრამ მე სიტუაციის მოგვარება დამავალეს. მინდა თქვენი გოგონა სახლში მშვიდობით დაბრუნდეს და თქვენს კმაყოფილი დარჩეთ. ხომ დარწმუნდით, რომ გოგონა კარგადაა? ხო, კარგადაა. ისეთი ვერსია უნდა მოიფიქროთ, რომელსაც ყველა დაიჯერებს.
Deve essere თქვენი ვალია ქალაქის მოსახლეობა დაარწმუნოთ. gente, ci devono credere. ჟურნალისტები და რაც მთავარია მოსამართლეები. რადგან თუ იეჭვეს რომ გაშანტაჟებენ, E pensa გეგმა ჩაგვეშლება. Coscetto. შედეგი კი სავალალო იქნება. E se abbiamo მოკლედ უპირველესად ის ბრალდება უნდა გაქარწყლდეს. Allora, რაც ჩირინას იმ თავდასხმის გამო წაუყენეთ. tutto questo castello di menzogne. თქვენ კი ამტკიცებდით ჩირინამ მესროლაო, მაგრამ ასე არ მომხდარა. Al momento della sparata ახლა იძულებული ხართ განაცხადოთ, რომ ცრუობდით. სხვა გზა არ გაქვთ, კომისარო. ეს საქვეყნოდ უნდა აღიაროთ. davanti a tutti. მაინც რა უნდა ვაღიარო? Eh? მდიდარი ფანტაზია გაქვთ, რამეს მოიფიქრებთ. ორი მოწმე უნდა ვიპოვოთ. ორი ცრუ მოწმე გასაგებია. Poi? კომისარო, მაპატიეთ. გაზეთები წერენ, რომ სანტა-მარიას ინტერვიუ უნდა მისცეთ. მერე? ეს რა საჭიროა, კომისარო? ის ნაძირალა თავის სტუდიას ჩვენ წინააღმდეგ იყენებდა. ჭკუა უნდა ვასწავლო. იქ არ უნდა მიხვიდეთ, არ გირჩევთ, კომისარო. ცდებით. ერთი წუთით, კომისარო. ალტერო, რა გემართებათ? კიდევ რაღაც მინდა გითხრათ. Che bisogna che io le dica? ჭორი გავრცელდა, რომ რამდენიმე დღის წინ Mi hanno riferito. ვიღაცამ რესტორანში სკანდალი მოაწყო. Qualcuno dice che და როგორც ამბობენ, ეს ვიღაც თქვენ იყავით, კომისარო. persona ha fatto una piazzata, insomma, un litigio. E dicono che era lei. რომელ რესტორანში? Gabinetto. კაბინეტოში. იქ არასდროს ყოფილ ვარ. მაპატიეთ, ალბათ გაუგებრობაა. კომისარო კატანი, როცა ჩვენს ქალაქში გადმოგიყვანეს, ყველა დიდ ცვლილებებს ელოდებოდა. ხალხს ეგონა, რომ კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამდით. დამნაშავეებს დააპატიმრებდით და ბოლოს ქალაქიც დამშვიდდებოდა. მაგრამ ასე არ მოხდა. ამაზე რა სიტყვით? დავიწყოთ იქიდან, che ci sono რომ როგორც თავად განაცხადეთ, con il dolo. ბოროტ მოქმედებმა გამოძიების მასალები მოიპარეს. დიახ, გარკვეული ნაწილი, Ma io direi მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი. Mi scusi, ალბათ არ მიწყენთ თუ გკითხავთ ახლა რას აპირებთ. procedere adesso. ma non ძიებას გავაგრძელებთ. con le indagini მოპოვებულ მტკიცებულებებს პროკურატურას გადავცემთ. sarà la fase ის კი სასამართლოს მიმართავს. naturalmente sussistono elementi di prova. Sì, come როგორც ეს სანტა ჩირინას შემთხვევაში მოხდა, არა? დიახ, ასეა. მინდა მოგახსენოთ, რომ ჩირინას მიმართ წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებით ჩვენმა ჯგუფმა ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა. გისმენთ? სამწუხაროდ ახალი ფაქტები აღმოვაჩინეთ. მაპატიეთ, ვერ მიგიხვდით. Beh, in ogni caso რა ფაქტებს გულისხმობთ? si tratta. i signori სენიორები არმანდო ბოლა და გაეტანო მარჩინზე hanno სატვირთოს მძღოლები არიან. mercatori. Hanno 16 ივნის საღამოს meccanico მათ მანქანა გაუფუჭდათ და სწორედ იმ ადგილას გაჩერდნენ, proprio in vista სადაც სანტა ჩირინას della sparatoria tra მის მეგობარ ემანუელ დეფაცოსა და კომისარ კატანის შორის Anna e il დაპირისპირება მოხდა. Emanuele De Fazio. რა დაინახეთ? Visto. მე და ჩემმა მეგობარმა ნათლად დავინახეთ, რომ კომისარმა კატანიმ იარაღი ამოიღო და სენიორ ჩირინას და მის მეგობარს პირველმა ესროლა. კომისარ ვალტერო, დაკავებული ვარ. ერთ-ერთი მათგანი დაჭრა. მეორეს რაც მოუვიდა თავადაც მოგიხსენებათ. თუ ხდებით მაინც მსგავსი განცხადება რამდენად სერიოზულია? დიახ, ხდებით, რა თქმა უნდა. E sareste disposti მზად ხართ ეს სიტყვები სასამართლოში მოსამართლის წინაშე გაიმეოროთ? giudice sotto giuramento. Lo abbiamo ერთი საათის წინ უკვე გავიმეორეთ. ჩვენება მოსამართლე სენიორ ბორდონაროს. signor Bordonaro, ma დიახ, ბორდონაროს მივეცით. აქამდე ჩუმად რატომ იყავით? perché იმიტომ რომ ამის თქმა არ გვინდოდა. le acque რატომ? გვეშინოდა. ვისი? გვეშინოდა. თავი იმიტომ შევიკავეთ. Voi იმის თქმა გინდათ რომ თვალთვალის გეშინოდათ? abitati. altro che per მაგის არა, მაგრამ ხომ იცით რომ არასასურველ მოწმეებს თავიდან იშორებენ. quando non fa comodo. ეს ბევრჯერ მომხდარა. Già successo. Resta ისევ გაურკვეველი რჩება ჩირინასთან დაკავშირებული იარაღი, რომლითაც კომისრის თანაშემწე ლეო დე მარია მოკლეს. Mario Leo De Maria. ერთი წუთით. Quello che vedemmo noi, ჩვენ დავინახეთ, il commissario კომისარმა მოკლულს იარაღი როგორ გამოაცალა და ჩირინას ჩაუდო ხელში. Cirinà, mettendogliela vicino. Scusi, როგორ ფიქრობთ? secondo lei
perché Santa Cirina non confidò a nessuno ასეთი მნიშვნელოვანი ფაქტი რატომ არ გაამხილა? importante. Cirina ყოველთვის ამბობდა, რომ პირველად მას არ გაუსვრია, მაგრამ არავინ დაუჯერა. კომისარო კატანე, ამ სენსაციურ განცხადებას როგორ შეაფასებდით? ვაღიარებ, თქვენი არხი სენსაციური განცხადებებით გამოირჩევა. სენიორ სანტამარია, ჩვენ ნახევარ საათიან ინტერვიუზე შევთანხმდით. ნახევარი საათი კი უკვე გავიდა. ნახვამდის. ტელემოყურებელს ბოდიშს ვუხდი. ის გადამრჩენია გადაცემა დავასრულო. Imprevista. რა ხდება? ერთი წუთით უნდა დაგელაპარაკოთ. თავი დამანებეთ. ეს მოწმეები საიდან გაჩნდნენ? პატიოსანი ადამიანები არიან და გამოძიებასთან თანამშრომლობენ. გირჩევთ სახლში დაბრუნდეთ. სპექტაკლი დასრულებულია. კომისარო, ეს რას ნიშნავს? ალტერო, ახლა ამის დრო არ არის. მოსამართლე ბორდონაროს თქვენთან შეხვედრა სურს. ახალი მოწმეები გამოჩნდნენ და ჩვენებაც მომცეს. საკუთარი თვალით დაინახეს ყველაფერი და დეტალური ინფორმაცია მომაწოდეს. მაგალითად ის, რომ გასროლის დროს ხიდზე ცისტერნამ ჩაიარა. თქვენ ეს არ გითქვამთ, მაგრამ ფაქტია, რომ ასფალტზე დაწოლილი ჩირინა ამას ვერ დაინახავდა. თავიდან დავიწყოთ. პირველმა თქვენი სროლეთ დავინახე ჩანთისკენ ხელი რომ წაიღო. მეგონა იარაღს იღებდა. ესე იგი გეგონათ, ეს ხომ უფლებამოსილების გადაჭარბებაა. თუ დადასტურდა, რომ თავს იცავდნენ, მკვლელობის მუხლით გაგასამართლებენ, პასუხს მოგთხოვენ, კომისარო. იარაღზე რა სიტყვით? გისმენთ, კომისარო? იარაღი გარდაცვლილ ბოროტმოქმედს ეკუთვნოდა. მას აღარ სჭირდებოდა. მე კი ცოცხალი ბოროტმოქმედის დაპატიმრებაში დამეხმარა. დაუჯერებელია. კანონის წარმომადგენელი ასე ვერ მოიქცევა. იმედი უნდა გაგიცრუოთ, სხვა გამოსავალი არ მქონდა. ქალაქში ხმა გავრცელდა, რომ ცოლს შორდებით და ახალგაზრდა არისტოკრატ გოგონასთან გაქვთ ურთიერთობა. აღარც კი მახსოვს ბოლოს როდის ვნახე. ამბობენ, რომ სწორედ ეს ურთიერთობა გახდა თქვენსა და ჩირინას შორის დაპირისპირების მიზეზი. ეს მხოლოდ დროებითი გატაცება იყო, მეტი არაფერი. ესე იგი არ უარყოფთ, რომ გოგონასთან ახლო ურთიერთობა გქონდათ. არ ვუარყოფ. იქნებ კიდევ არსებობს რაღაც, რასაც გვიმალავდით. უფრო და უფრო ვწმუნდები, რომ შეცდომა დაუშვით და კანონი დაარღვიეთ. რა სიტყვით? დღეიდან პროკურატურა თქვენ მიმართ საქმეს აღძრავს. წუხვარ, კომისარო. დღეიდან ოპერატიულ განყოფილებას თქვენ უნდა უხელმძღვანელოთ. მაგრამ გთხოვთ, ფრთხილად იყავით. ძალიან ფრთხილად. დიახ, რა თქმა უნდა. ესე იგი ჩირინას გაათავისუფლებენ? თქვენი ინტერვიუს შემდეგ ყველა ამაზე ლაპარაკობს. საქმე ჯერ დახურული არ არის. სულელი გგონი ვართ? გინდათ დამარწმუნოთ, რომ ის ორი მოწმე სიმართლეს ამბობს? რამდენი გადაუხადეს? ვინ მოისყიდა? ჩემს ძმას და საყვარელ ადამიანს ვინ დამიბრუნებს?
თქვენი ბევრს სჯეროდა. სამინისტროდან გორადოსთან დაკავშირებული საქმე გადმომიგზავნეს. საერთოდ ეს მე არ მეხება. მაგრამ რადგან ჩემი მოსწავლე იყო და ამ თანამდებობაზე რეკომენდაცია მე გავუწიე, მოვალე ვარ გავეცნო. კორადო ძალიან კეთილია. იმ გოგონას უჭირდა. დახმარება სჭირდებოდა. ნარკომანი თავის პატარა სამყაროში ცხოვრობს. ნაწამლის გარდა არაფერი აინტერესებს. ჩემი აზრით, ამ სამყაროში რომ შეეღწია, კორადო ნარკოდილერებს დაუკავშირდა. და უნებურად ისე რომ თავადაც ვერ მიხვდა. მათ ბინძურ საქმეებში აღმოჩნდა გარეული. სამწუხაროდ საკუთარ თავს განაჩენი თავად გამოუტანა. მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ამ უსიამოვნო ისტორიაში ყველაზე მეტად ერთი რამ მოუწევს. კორადომ ასეთი შეცდომა როგორ დაუშვა. ან პროფესიული ეთიკა როგორ დაივიწყა. სხვათა შორის თქვენს დაგივიწყათ. მოკლედ, კორადოს ბევრი რამ შეეშალა. უმჯობესია ამ უსიამოვნო ისტორიას წერტილი დავუსვათ. ყველასთვის ასე აჯობებს. ნებავთ კარგი ადვოკატი გაგაცნოთ. ადვოკატი? ცოლ-ქმრის ურთიერთობაში. რა საშინელებაა? სამწუხაროდ ასასრულია. არა, გმადლობთ. ვინ არის? გამოიცანი. ხომ გითხარი სახლიდან არ გამოხვიდე მეთქი? შენი ნახვა მინდოდა. დღეს არ შემიძლია. გთხოვ სახლში წადიდიდე. თუ არ გამიღებ? კართან დავწვევი და აღარ ავდგები. არ გეხუმრები? ხუმრობის გუნებაზე არ ვარ. წვერი გაგზრდია. იცი რას მივხვდი? არ მადარდებს აქ ცოლთან ერთად რომ ცხოვრობდი. შენთან ყოფნა მინდა. ამ სახლში ყოფნა. აქაურობა უნდა მოვაწესრიგო. უნდა წახვიდე. ვერაფრით დაგეხმარები დიდი. ძლიერი აღარ ვარ. შენს დაცვას ვერ შევძლებ. დამშვიდდი. თავს თვითონ დავიცავ. დავარია ჩემ გვერდით იყო და არ მიმატოვა. ისე იქცევი თითქოს არ იცოდე რა მოხდა. არ იცი? იმის სათქმელად მოვედი, რომ არ მაინტერესებს შენზე რას ამბობენ. საყვარელო, ნუ ჯიუტო, აქ უნდა დავრჩე. ერთად ვიქნებით, ყველაფერს დაგიჯერებ. გვირდები ნარკოტიკს აღარ გავეკარები. ამის პირობას გაძლევ. გისმენთ? კორადო. შენ ხარ ელზა? დაკავებული ხარ? არა. მთელი დღე აგირეკავ, მაგრამ არ მპასუხობ, სახლში არ ხარ. მაპატიე. ახლა ვერ დაგელაპარაკები. რატომ? გითხარი არ შემიძლია მეთქი. მაპატიე, მაგრამ არ შემიძლია. ცოლი გამუდმებით მირეკავს. გამოვთოთ. არა. შეგვაწუხებენ. ჩემი რატომ არ გესმის დიდი? მარტო დარჩენა მინდა. სადი? არ წავალ. უნდა წახვიდე. ოღონდ ფრთხილად იყავე. სახლში წადი და დაისვენე. ქუჩაში არიერო კარგი? სახლში წასვლა არ მინდა. შენთან მინდა. აღარ მიყვარხარ. გასაგებია? მე შენ აღარ მიყვარხარ დიდი. დამთავრდა. ჯერინასი შეგეშინდა? გგონია ჩემ გამო შურს იძიებს და გეშინია. ასეა? როგორც კი გაათავისუფლებენ, ჩემთან მოვა. იარაღი მომეცი. სისულელეს ნო ამბობ. ვინ გამამტყუნებს?
მან დედა ჩემი და მარინეო მოკლა. ნარკოტიკებს შემაჩვია. გონია პასუხს მომთხოვენ. ბოლოს და ბოლოს სამართალი იზეიმებს. მარა. წადი. ნუ ყვირი. წადი აქედან. ხელი გამიშვი. მარტო ყოფნა მინდა არ გესმის? ამიხსენი რა ხდება, უნდა ვიცოდე. გემუდარები ამიხსენი. არაფრის ძალა აღარ მაქვს, ამიტომ მეშინია. ჩირინას გამო? ხოლო ჩირინას გამო არა. ბევრი რამ მოხდა დიდი. თავი რომ გადავირჩინო, კავშირი ყველასთან უნდა გავწყვიტო. ჩემთანაც? ასე რატომ მეკცევი? რატომ? რა დაგიშავე? გამაგებინე, რა დაგიშავე? რა დაგიშავე? Corrado. Corrado. სად არის? დავიდა? Corrado. Corrado. დავიდა და მიმატოვა არა? ვალი მოიხადა და წავიდა. მე კი აქ დამტოვა. Don Manfredo. გოგონას ნათესავებმა ადვოკატები გამოგვიგზავნეს. რა უნდათ? გოგონას წაყვანა. რატომ? სასამართლოს გადაწყვეტილება აქვთ. ეს ჩვენი მოვალეობაა. გოგონას მომავალზე ვფიქრობთ. ნათესავებს სენიორინა ტიტიპეჩი შალოეს დაცვა სურთ. უნდათ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. ამიტომ საუკეთესო კლინიკაში არჩიეს. იქ ბევრად კარგი პირობებია, Don Manfredo. გოგონას რომ მოინახულებთ თქვენს დარწმუნდებით. მესი მონახულების უფლება ჩირინასაც ექნება? რას გულისხმობთ? შემოდით. ტიტის საყვანა უნდათ. გოგონამ სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს. ოჯახის ექიმებმა მოსამართლისგან ნებართვა აიღეს. საოცარია. იმ ნაძირალას რა გამალებით იცავთ? რა არ იყონეს ციხიდან რომ დაეხსნათ? ამაში წვლილი თქვენც მიგიწვით, ადვოკატო? არ მესმის. ერთი რამ ცხადია. ეს გოგონა აქ თავისი ნებით მოვიდა. თავისი სურვილით. წაყვანის ნებას არ მოგცემთ. რა ხდება ოჯახს უპირისპირდებით? ის სრულწლოვანია. საღად აზროვნებს. ვერაფერს აიძულებთ. სასამართლო აიძულებს. უნდა წავიდე. ვერ ხვდები რომ ეს შეთქმულებაა? ეს სპექტაკლი ვინ მოაწყო ვერ ხვდები? წასვლა მინდა. გამიშვით. იქ ჩირინაა ტიტი. სულ ერთია. შენი მეგობრები აქ არიან. დაფიქრდი ტიტი. მომბეზრდა. კარგად დაფიქრდი. ნახვამდის, გმადლობ.
ნახვამდის. მივდივარ, კარგად იყავით. მიდიხარ? ნახვამდის. ნახვამდის. ანტონიო. მივდივარ, არ დამემშვიდობები? ნახვამდის. ბავშვებო, ტიტის დაემშვიდობეთ, მიდის. ნახვამდის. ნახვამდის. მაბატიე. მაგრამ არ შემეძლო არ ჩამოვსულიყავი. გაზეთში წავიკითხე, რომ ეჭვმიტანილი ხარ. თურმე გამოძიება მიმდინარეობს, ამიტომ ჩამოვედი. შეცვლილ ხარ. რაფერი გადევს? დაღლილი ჩანხარ. როდის ჩამოხვედე? 1 საათის წინ. ძალიან ცხელა. იჯაკი გაიხადე. არ მჯერა, რასაც ჩვენზე წერენ. ვერც ჩვენი მეგობრის სიტყვებს დავიჯერებ. არ მჯერა, რომ იმ გოგონას გამო დანაშაული ჩაიდინე. შენ პატიოსანი ადამიანი ხარ. შეგეძლო ცოლი მიგეტოვებინა, მაგრამ დანაშაულს არ ჩაიდენდი. ვინმეს ხომ არ დაურეკავს? არა. ალბათ ვერ გაიგონე, დიდი ხანია აქ ხარ. ხომ გითხარი, 1 საათია. ვიდრე აქ ხარ, ტელეფონს არ დაურეკავს? არა, რა იყო? დღეს უნდა დააბრუნონ. დააბრუნონ? ასე შევთანხმდით. რაზე ლაპარაკობ? დღეს უნდა დააბრუნონ. ვინ? პაულა უნდა მოიყვანო. პაულა სად არის? პაულა სახლში არ არის, ელზა. რას ამბობ, სად არის? ერთი კვირაა სახლში არ ყოფილა. რა, გაგიჟდი? მოიტაცეს. პაულა ვინ? ვის წინააღმდეგაც გამოძიება წამოვიწყე. არა. როცა მირეკავდი, გატყუებდი, რომ ვითომ ზღვაზე იყო. არა. მათი ყველა მოთხოვნა შევასრულე. არა, არა, არა. დამნაშავე გავხდი, ელზა. არა. ვინმეს მოკლა, რომ დაევალებინათ დავთანხმდებოდი. არა. ახლა კი ველოდები, როდის დააბრუნებენ. ყველა მოთხოვნა შევასრულე. არა. მალე ჩემს შვილს დააბრუნებენ, ელზა. სად არის ჩემი შვილი? სად არის? აი ნახავ, მალე გამოუშვებენ. სად არის? პირობაში ესრულებენ, დამშვიდდე. რომ არ დაბრუნდეს? დაბრუნდება. დამიჯერე, დაბრუნდება. რომ არ დაბრუნდეს? დაბრუნდება. რომ არ დაბრუნდეს? დაბრუნდება, ელზა. არა. დაბრუნდება. ახლა სკვერში შეხვალ. ნაყინს იყიდი. მერე სკამზე დაჯდები და დაელოდები. წადი. არ გესმის, სკვერში შედი, სკამზე დაჯექი და დაელოდე. მალე მოგაკითხავენ, მიდი. წადი, წადი. ნუ გეშინია, წადი. წადი, წადი. არ გესმის, წადი, წადი. წადი მეთქი. კორადო. კორადო. ახლა დამირეკეს, გოგონა ქალაქის სკვერშია, წავიდეთ. დამშვიდდე, წამოდე, წამოდე, ჩქარა. პაულა. კულელო. პაულა. დავიდამანებე, ხელი არ მახლო. პაულა. გამიშვი. პაულა. გამიშვი. ხელი გამიშვი. პაულა. არ მომეკარო. პაულა.
პაულა. არა. პაულა. დედა. პაულა. გააუპატიურეს. ცოცხალი დაბრუნდა. ეს უკვე სასწაულია. ამაზე იფიქრე. აქედან სასწრაფოდ უნდა წაიყვანო. ექიმის აზრით მისი გამგზავრება აუცილებელია. მადლობთ რომ მოხვედით. ჩემს გოგონას უნდა მივხედო. ტიტის გადაეცით რომ ძალიან მიყვარს. კარგი. დაუბრუნდები. მაპატიეთ, საშინლად მოვიქეცი, ძალიან მრცხვენია. კომუტატორი გააფრთხილე? დიახ, არ დააკავშირებენ. ექთანო, გისმენთ? სენიორიტა პეჩიშალოეს პალატა რომელია? პალატა 300, მაგრამ ახლა მნახველი ყავს. სად შეიძლება მოვიცადო? იქ დაბრძანდით. გმადლობთ. ტიტი. რახანია ერთმანეთი არ გვინახავს? როგორც ხედავ გამათავისუფლეს. ეს მშვენიერი თაიგული შენ მოგიტანა. სიკვდილი მინდა. რას ამბობ? ცხოვრებას ახლა ვიწყებთ. ყვავილებისთვის ლარნაკი მოიტანეთ თუ შეიძლება. ახლავე. თუ დაგჭირდებით დაგიძახებთ. იცი? უფრო გალამაზებულ ხარ. ფეხები რატომ გაქვს ცივი? აბრეშუმი ვიტკანი გაქვს. თავი დამანებე. ოფში ცურავ ტიტი.
ასე ჯობია. მომისმინე. რაღაც მოგიტანე. გინდა? არა. ციხეში რომ ვიყავე, შენზე 1000 რამეს მეუბნებოდნენ. მაგრამ ვიცი რომ სიტყვა არ დაგწდენია. ახლა თავისუფალი ვარ. იცი ყოფნის დროს რა გადავწყვიტე. უნდა დავქორწინდეთ. თანახმა ხარ? მეპასუხე. მეპასუხე დიდი. დავქორწინდეთ? რატომაც არა? ფული გვაქვს. ახალგაზრდები ვართ. წარმოიდგინე, ჩვენი ბედნიერება რამდენ ადამიანს შეშურდება. საკმარისია. ძალიან დავიღალე. ხომ ხედავ რომ ავად ვარ. დამშვიდდი. უნდა დავისვენო, გასაგებია? დაისვენი საყვარელო. დასვენება მჭირდება, არ გითხრეს? ხელს არ შეგიშლე. დავიღალე. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ძვირფასო. მივდივარ. დაისვენე. ხვალამდე. მომართლა. მაინც დაგიტოვებ. საქორწილო გაბა ძალიან მოგიხდება. ნახვამდის. ვიღაცა ნაკარუზოს სენიორინასთან დალაპარაკება სურს. სად არის? დიდის რა უნდა უთხრა? რა გინდათ? რატომ მოხვედე? თავი დამანებეთ. დამიშვით. არ მეტყვი? მოდი აქ. არ გესმის რა გითხარი? წადი აქედან. შენს ძმას და საქმროს რა დაემართათ დაგავიწყდა? წადი გაეთრიე აქედან. Ach, das ist verdammt auch ein dummes Spiel. Herr Dr. Winzel. ეკიმოვინცი დირექტორთან გამოცხადდით. ეკიმოვინცი დირექტორთან გამოცხადდით. ძალიან შეშინებულია. ხმას იმიტომ არ იღებს. რომ თავს იცავს. ის ხომ ჯერ პატარაა. მისია ყოფნა აუცილებელია? დიახ, აუცილებელია. რატომ ვერ მცნობს? იმიტომ რომ საშინელი რამ გადაიტანა. ახლა პაოლასთვის მამა კი არა, მოძალადე მამაკაცი ხართ. იმას ვერ ივიწყებს, რაც თავად გადახდა. ახლა ძალიან უჭირს. გაღიზიანებულია. დიდი მოთმინება გმართებთ. მადლობთ. ნახვამდის. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია მაესტროს მიერ.